დუშეთის მუნიციპალიტეტში ხადას ხეობაში მიწა ჩამოიშალა და საფლავები ჩაიყოლა. აღნიშნულ მონაკვეთზე მთავრობის დაკვეთით ჩინური კომპანია ქვეშეთიკობის დამაკავშირებელ გზას აშენებს. ბეტონის დამცავმა ფენამ მთის ფერდის შეკავება ვერ შეძლო. ადგილობრივების ცნობით დაზიანებულია 10-მდე ძველი და ახალი საფლავი. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში სოფლის მკვიდრი ამბობს, რომ 2021 წელს გარდაცვლილი ბიჭის ცხედრის სხვა სასაფლაოზე გადასვენება მოუწიათ. ელექტროენერგიის საფასური გაიზარდა და ივანიშვილმა მტკვარი ჰესი უკან გამოისყიდა. გაზრდილი ელექტროენერგიის საფასური ახლა პირდაპირ პროპორციულად გაზრდის მის შემოსავლებსაც. ამის შესახებ ირაკლი აბესაძე წერს. მისი განცხადებით, მტკვარი ჰესი ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდმა 2024 წელს გაყიდა, თუმცა ჰესის მშენებლობის დაფინანსებას მაინც აგრძელებდა. გასულ წელს კი პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს ერთ-ერთი ბრალი სწორედ მტკვარი ჰესის მშენებლობისას თანხების გადახარჯვისთვის წაუყენა. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრიტანეთში საქართველოს ელჩად დაენიშნა. საქართველოს საგარეო უწყების თანახმად დარჩიაშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოზიციასაც დაიკავებს. უკრაინელებმა რუსეთში ქალაქ ნიჟნეკამსკში ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობქიმიური ქარხანა დრონებით დაბომბეს. აფეთქებების შემდეგ დაახლოებით 1500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ხანძარი გაჩნდა.